მოგესალმებით ჩემო რადიო მსმენელო. ეს არის კასპის ხმა და მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია გესაური. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ფერად და ოქროს ხელება ქალბატონთან თია ქუტაშვილთან და ვართ მის თვალის მომჭრელ და ჯადოსნურ სამყაროში. გამარჯობათ ქალბატონო თია. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად. დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ თქვენ ხართ ჩემი რესპონდენტი, როგორც მხატვარი ქალბატონი. ქალბატონო თია, თუ შეგიძლიათ და გვეტყვით, როგორ და რანაირად დაიწყეთ ხატვა ასე ლამაზად, დიდი პატივი იქნება ჩვენთვის და მაყურებლისთვის საინტერესო თქვენი ისტორიის მოსმენა. მოგესალმებით, გისურვებთ წარმატებას. მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით. დიახ, ნამდვილად დავინტერესდით, მარტო მე კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რადიო მსმენელი ელოდება ამ გადაცემას, რომ ნახოს რეალურად თქვენი ჯადოსნური სამყარო და თქვენი ისტორია მოისმინოს. მადლობელი ვარ. ჩემი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი ძალიან ადრე დაიწყო, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, როდის დავხატე პირველი ნამუშევარი. მაგრამ განსაკუთრებით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში დავიტვირთე ძალიან. მას შემდეგ ის ჩვეულ რეჟიმში ვარ, უფრო და უფრო დატვირთული რეჟიმით მუშაობ. მიუხედავად იმისა, როგორი დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ ჩემს ხელოვნებას მაინც ვუძღვნი განსაკუთრებულ დროს, რადგან მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრებაც და არსებობაც კი. თია, როგორც აღნიშნეთ, თქვენ პანდემიის დროს უფრო მეტად დაუთმეთ დრო თქვენს ხელოვნებას და უფრო სწორად ხატვას და რა დახატეთ აი ამ პანდემიის დროს, რამაც თქვენში გამორჩეული დატოვა კვალი, როგორც ნამუშევარმა, როგორც შედევრმა, როგორც ნახატმა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი პანდემიის დროს შესრულებულ იესოს პორტრეტს, რაც ძალიან ემოციური იყო თვითონ ხატვის პროცესი. არასდროს დამავიწყდება ის განცდები, რაც მაშინ მქონდა. მას მერე სხვადასხვა მიმართულებით ხატავდი, შეკვეთებსაც მუშაობდი, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთიდან მქონდა შეკვეთები. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გიკავშირდებოდნენ? ემიგრანტები გაიყვნენ, ჩემი მომხმარებლები, კი ბატონო. განსაკუთრებული საჩუქარი, როდესაც სურს ადამიანს, აი ამ დროს იყო ხოლმე ჩემთან დაკავშირება, შერჩევა, ძალიან საინტერესო პროცესია, ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ჩემი საქმის სიყვარულით ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა. ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომხმარებელი უსაზღრო სიამოვნებას იღებდა ამ თქვენი ნამუშევრებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ვართ 21 საუკუნეში და ვართ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები და მეც და ჩემს რადიო მსმენელსაც ვიცი, რომ დამეთანხმებიან თქვენი ნამუშევრები, ნანახი გვაქვს სოციალური ქსელებიდან და მართლა აი აქ თვანებას მე პირადად ვერ ვალავ, იმდენად მომეწონა და იმდენად შთამბეჭდავი იყო თქვენი ეს ნამუშევრები, თითოეული ნამუშევარი ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ მნახველებისთვისაც. თუ იღებთ გამოფენებში მონაწილეობას და აი ამ კუთხით რას გვეტყვით, რა ინფორმაციას მოგვაწვდით? აქტიურად ვარ ჩართული საგამოფენო სივრცეებში, ყოველწლიურად მაქვს ძალიან საინტერესო დატვირთული გრაფიკი. მქონდა ორი პერსონალური გამოფენა, ჯგუფურ გამოფენებთან ერთად მონაწილეობ ფესტივალებში, განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონში, წარმოვაჩენ ჩემს რეგიონს დიდი სიყვარულით და ისწრებით. თია, მე ვხედავ აქ ჟურნალებს, საკმაოდ ძალიან ლამაზად გაფორმებულს და აი ამ ჟურნალების შესახებ რას გვეტყვით? ეს გახლავთ კატალოგები, სადაც შესულია ჩემი ნამუშევრები, რამოდენიმე ნამუშევრები. პირველი არის ქართლის პალიტრა, შიდა ქართლის პალიტრა, სადაც ორი ნამუშევარი არის ჩემი განთავსებული. შემდეგ არის აქტიურად თანამშრომლობ მე თავისუფალი გალერეა, ხელმწიფე სივრცის გალერეასთან აქტიურად თანამშრომლობ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ჩატარებულ გამოფენებში.
იღებთ ვიღებ მონაწილეობას. მონაწილეობას, შესაბამისად რამოდენიმე კატალოგში არის ჩემი ნამუშევრები განთავსებული. ძალიან სასიამოვნო ფაქტია და მისასალმებელი ფაქტია, იმიტომ რომ ეს კატალოგები ალბათ თქვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეიძლება ხო, რომ ეს ეს მხოლოდ მე მაქვს დიახ. დაახლოებით თითო გამომცემლობას. ეგზემპლი რა არის, ანუ თქმა და უნდა, თქვენ კი, მე თქვენს მაქვს. რო იტყვიან, ამ თქვენს ჯადოსნურ სამყაროში, ეს არის თქვენზე დაწერილი ისტორია, ასე რომ ვთქვათ. ეს ინახავს თქვენს felწერას, ხელოვნებას და იმ ჩემთვის სურათებს, რაც თქვენ მნიშვნელოვანია ძალიან. შეგიქმნიათ და გაგიკეთებიათ. საერთაშორისო გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, როგორც აღნიშნეთ და კონკრეტულად თუ ხო ვერ დამისახილებთ რომ ეგ ქალაქში ან ქვეყანაში საზღვარგარეთ. გასულ წელს ივლისის თვეში ვიმყოფებოდი რომში, იტალიაში, სადაც მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში. ძალიან დასამახსოვრებელი დღეები მქონდა. ამ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ორი ნამუშევარი, გახლავთ ერთ-ერთი, ესე ინსპირაცია იყო რომი, ხელოვნების დედაქალაქი. აი, ეს ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, სადაც რომელიც სათაური იყო ასეთი, ყველა გზა რომში მიდის. ნამდვილად ყველა გზა რომში მიდის. ყველა გზა რომში მიდის ნამდვილად. ორი ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილი მქონდა რომში, ეს იყო სათაურით წინ მშვიდად, ასეთი სათაურია, როგორი სიმშვიდეს უფევს ამ ადამიანის სახეზე და ეს ჩიტი, რომელიც ყველას აინტერესებს, რატომ არის ჩიტი? ჩიტი თან წითელი ფერის, ეს არის გვაფხიზლებს, რაღაცა გვაფხიზლებს ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში ყოველთვის საჭირო არის. არ უნდა მოვძუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ. რამხელა რამდენის მეტყველი და მრავლის მეტყველი ნამუშევარია და თია, აი ჩემი ყურადღება მიიპყრო აი ამ შედევრმა. აი ეს არის რაღაცა სასწაული. ფერები და თევზის აი ვერ გეტყვით, თევზის აი სახეებია ისე გადმოცემული და დახატული, რომ აი თვალში რომ უყურებ ამ თვითონ ნამუშევარს თევზს. და აი თქვენ აი რას გვეტყვით აი ამ თქვენი ნახატის გარშემო რა სიტყვით აი რა ემოციებშია ეს ნახატი შექმნილი და რა დატვირთვა აქვს ამას თამამი ფერი ავირჩიე წითელი ზოდიაქო ჩემი ნიშანი არის თევზი და ჩემი სამი მეგობარის ასე ვთქვათ ურთიერთობა ეს პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევარია ორიგინალი სხვათა შორის გაყიდული მაქვს და ძალიან განსხვავებული გამოვიდა ჩემი მეორე ნამუშევარი, რასაც აღნიშნავ, რომ იგივე ასლს მე ვერ ვქმნი ჩემივე ნამუშევარს. ასლს სხვათა შორის ხშირად თხოვულობს ჩემი დამკვეთი, რომ იგივე დავხატო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის ჩემივე ნამუშევარი იგივე გავიმეოროთ. ესე იგი თურმე რა ძნელია, რომ ის ემოციები, რაც გეუფლებათ თითოეული ნამუშევრის შექმნის დროს, რომ გაიმეორო ადამიანმა. სხვადასხვა განწყობაზე ვარ, სხვადასხვა დროს. დიახ. და რა თქმა უნდა ეს არ გამომდის. თეა, მარტო ხატავთ თუ ხელოვნების სხვა დარგებითაც ხართ დაინტერესებული და რა თქმა უნდა ნიჭიერი. რა თქმა უნდა დაკავებული ვარ მხოლოდ ხატვით, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკასაც ვფლობ. ეს არის ძერწვა, თექა, რასაც რამოდენიმე წლის განმავლობაში ვეუფლებოდი და შემდეგ მუშაობდი თექაში, სადაც ვასწავლიდი ბავშვებს წრე მქონდა. სასწავლო წრე. შემდეგ მომავლის პერსპექტივაში მაქვს გეგმაში, რომ გავხსნა სახელოსნო ხელოვნების სივრცე, სადაც გადავცემ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას ჩემს მოსწავლეებს. თქვენი ინფორმაცია გაახარებს ძალიან ბევრ მშობელს. თეა გისურვებ წარმატებას. მინდა რომ ნამდვილად თქვენი სურვილები ასრულდეს და თქვენი შრომა დაფასდეს. დიდი მადლობა. ჩემო რადიო მსმენელო, დღეს ვიმყოფებოდით ჯადოსნურ სამყაროში ქალბატონ მხატვარ ნიჭიერ თეა ქუტაშვილთან და დარწმუნებული ვარ, რომ იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გადაცემა. მომავალ შეხვედრამდე.